მიუხედავად იმისა, რომ ახალი დაღუპული მყავდა მეუღლე და ძალიან რთულ პერიოდს გავდიოდი, მაინც რატომღაც ძალა მქონდა იმის, რომ მებრძოლა ჩემი შვილებისთვის, რომ ერთადერთი საცხოვრისი რაც გააჩნდათ მამისეული დანატოვარი, ის არ დაეკარგათ. თამთა ონიკაშვილსა და ერთ-ერთ ქართულ ბანკს შორის დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი მეუღლის გარდაცვალების შემდგომ იპოთეკური სესხის გადახდის ვალდებულება თამთას დაეკისრა. ფინანსური შესაძლებლობის არ ქონის გამო იგი ვერ უზრუნველყოფდა სესხის ვალდებულების შესრულებას, რის გამოც ბანკმა სასამართლოს მიმართა და ერთადერთი საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია მოითხოვა. 2018 წელს ჰქონდა აღებული ბანკთან ვალდებულება იპოთეკური სესხი, რომელსაც ჩვეულებრივ იხდიდა ყოველთვიურად ვალდებულებას ასრულებდა, ასევე ჰქონდა გაკეთებული სიცოცხლის და სესხის დაზღვევა, რომელსაც ანალოგიურად იხდიდა და ასრულებდა მის ვალდებულებას. 2020 წელს გარდაცვალების შემდგომ 10 დღის ვადაში მივმართე მე წერილობით ბანკს, გავუგზავნე შეტყობინება ფოსტის მეშვეობით, რომ გარდაიცვალა ეს პიროვნება და რომ ვაცნობე გარდაცვალების შესახებ და თხოვნით მიმართე, რომ ჩამოეწერათ ეს სესხი, რადგან მყავდა მცირე წლოვნები. ბანკის მხრიდან სასამართლოში არ იყო წარდგენილი ოფიციალური წერილობითი მიმართვა, სადაც ჩვენი რესპონდენტი ბანკს აცნობებდა მეუღლის გარდაცვალების ფაქტს და ასევე არ იყო წარმოდგენილი დოკუმენტიც, სადაც ჩანს, რომ გარდაცვალებამდე მსესხებელი პირნათლად ასრულებდა სესხის გადახდის ვალდებულებას. პირველი ინსტანციის დავა სამწუხაროდ ჩვენ და სავალალოდ წარიმართა, მოსამართლემ არ მიიღო ჩვენ სასარგებლოდ გადაწყვეტილება, არ დაიცვა მაქსიმალურად ბავშვთა უფლებები, რომელიც უნდა დაცული ყოფილიყო. მე ამ პერიოდში ყავდა სახაზინო ადვოკატი. სამწუხაროდ სახაზინო ადვოკატი ძალიან სკეპტიკურად უდგებოდა ამ საკითხს და ფაქტიურად ყველანაირ იმედს მიკლავდა, რომ ეს საქმე ფაქტიურად წაგებული იყო და რომ ბრძოლას აზრი არ ქონდა, მაგრამ არ დავნებდი ამის მიუხედავად, ყოველთვის ვაგრძელებდი ბრძოლას, ყოველთვის ვცდილობდი, რომ რაღაც გამოსავალი მეყვავნა. პირველი ინსტანციის სასამართლოში ბანკმა არ წარადგინა არც სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება და არც იპოთეკური სესხის პირობების ამსახველის შეთანხმება, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ბანკის მოთხოვნა დააკმაყოფილა და უძრავი ქონება აუქციონზე გასაყიდად გაიტანა. თამთა ონიკაშვილმა დავა არ შეწყვიტა. ახალი ადვოკატის დახმარებით მან სამართლებრივი ბრძოლა გააგრძელა და კვლავ სასამართლოს მიმართა. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ უკვე მყისიერად დაგვიკავშირდა თამთა ონიკაშვილი, აღნიშნული ქალბატონი ჩვენ, შევიტანეთ სამოქალაქო სარჩელი. ბანკი ესე განგვიმარტავდა სასამართლოზე, რომ გარდაცვალებამდე 3 თვით ადრე გარდაცვლილმა შეწყვიტა სიცოცხლის დაზღვევისთვის გათვალისწინებული ყოველთვიური გადასახადის გადახდა და აქედან გამომდინარე ჩვენ მას შევუჩერეთ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება. თუმცა აქ წინააღმდეგობაში მოდიან თავისი სიტყვებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ჩვენ წარმოვადგინეთ ამონაწერი, საბანკო ამონაწერი, სადაც დასტურდება, რომ გარდაცვალების ბოლო დღემდე ჩვენი კლიენტის მეუღლე პირნათლად იხდიდა აღნიშნულ გადასახადს. სასამართლოში წარმოება ურთიერთშეჯიბრებითობის პრინციპით მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ღირებული მტკიცებულებების წარმოდგენა. იქიდან გამომდინარე, რომ ბანკმა ვერც სესხის ხელშეკრულების დოკუმენტი წარადგინა და ვერც სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები, სასამართლო ჩვენი რესპონდენტის სასარგებლოდ დასრულდა. გამოსახლება ამ ეტაპზე შეჩერებულია და უძრავი ქონება მეპატრონეს დაუბრუნდა. მთავარი ფაქტორი აქ რაც არის კიდევ ის არის, რომ საქმე გვაქვს სოციალურად დაუცველ ოჯახთან, ორ არასრულწლოვან ბავშვთან. სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და სამოქალაქო სარჩელი, აუქციონი შეჩერებულია და პირნათლად დაუბრუნდა საკუთრებაში ჩვენს კლიენტს. რაც შეეხება გადახდის საკითხს, აღნიშნულ გრაფიკთან დაკავშირებით, გადახდის გრაფიკთან დაკავშირებით, ეხლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბანკთან, რადგან ჩვენ დღემდე არ გვაქვს აღნიშნული ხელშეკრულების ასლი და შესაბამისად შეუძლებელია არ მოგვეცა საშუალება, რომ ფიზიკურად შევისწავლოთ ხელშეკრულების პირობები, იმიტომ რომ ხელშეკრულების პირობებზე არის დამოკიდებული თუ რა პერიოდულობით, რა რაოდენობით და რა ხანგრძლივობით გადაიხდის კლიენტი აღნიშნულ დავალიანებას. ან შესაძლოა სრულად მოეხსნას პასუხისმგებლობა აღნიშნული სესხის დაფარვასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული საქმე პოზიტიურად დასრულდა და შეჩერდა გამოსახლების პროცესი, ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლო
სასამართლოში ბანკთან დავისას ყველა საქმე მცესხებლის საკეთილდღეოდ სრულდება. ასე კონკრეტულად ცალსახად აქაც არ გვაქვს გაწერილი რა შეიძლება იყოს მიზეზი გამოსახლების შეჩერების საფუძველი, ანუ არ არის მითითებული, თუმცა სასამართლომ შეიძლება იხელმძღვანელოს ბავშვთა უფლებების კონვენციით, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო გადაწყვეტილებით თუ სხვადასხვა კანონით დაიცვას მაგალითად არასრულწლოვანთა უფლებები, რომ მათი უფლებები და მათი საუკეთესო ინტერესი უნდა იყოს დაცული ნებისმიერ სიტუაციაში. შეიძლება სოციალურად დაუცველი ადამიანის უფლებები დაიცვას. ამიტომ ვამბობთ, რომ თითოეული кейსი არის ინდივიდუალური და ყველა შემთხვევაში იქნება გამოტანილი სხვადასხვა გადაწყვეტილება. საქართველოს კანონმდებლობით ბანკებს აქვთ იპოთეკით დატვირთული ქონებიდან მცესხებლის გამოსახლების სამართლებრივი უფლება თუ პირი ფინანსურ ვალდებულებებს ვერ ასრულებს. თუმცა პრაქტიკაში თითოეული საქმე განსხვავებული გარემოებების მიხედვით ფასდება. გამოსახლება, ასე ვთქვათ, ხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ უკვე გადაეცემა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ამის შემდეგ შეიძლება მოხდეს ეგრეთ წოდებული გამოსახლება, რომელიც საზოგადოებას რატომღაც გონია, რომ ისევ პოლიციის ან რომელიმე სხვა ძალოვანი სტრუქტურის ვალდებულებაა. თუმცა ესე აღარ არის და მხოლოდ ერთადერთია სასამართლო, რომელსაც აქვს ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება. როგორც ადვოკატები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების დეტალურად გაცნობასა და თითოეული პუნქტის მკაფიოდ გაწერას. დაუზუსტებელმა ან გაუთვალისწინებელმა პირობებმა შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს, მათ შორის საცხოვრებელი ბინის